დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისათვის. მადლობა იმისათვის, რაც მან ჩვენი ცხოვრებისათვის გააკეთა. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მისი ამ მოსვლით დედამიწაზე კაცობრივი და ადამიანური სიბრძნისა და ადამიანური თითქოს ინტელექტის ამარა არ დაგტოვა. მადლობა ღმერთს, რომ ღმერთმა თავისი სიმართლე მოიტანა დედამიწაზე და ყველა ადამიანი, ყველა ვისაც ამ გამომხსნელობითი ღვაწლისა წამს, ვინც ამ გამომხსნელობით ღვაწლში იღებს მონაწილეობას, საოცარი სიხარული ეუფლება მის გულს. დღეები არის რთული, მაგრამ ამავე დროს ჩვენი გული ხარობს. ხარობს იმიტომ, რომ ჩვენ ეკლესიის წიაღში ვართ. ხარობთ იმიტომ, რომ ჩვენ სარწმუნოება გაგვაჩნია. ხარობთ იმიტომ, რომ განსაცდელი და ტკივილი არის ჩვენ ცხოვრებაში მრავალი, მაგრამ უფლის დღევანდელი დღის ჯვარცმის დღე იმედს გვაძლევს იმისა, რომ ადამიანს დაეუფლება შინაგანი სიხარული, შინაგანი თავისუფლება, შინაგანი ბედნიერება. მადლობა უფალ იესო ქრისტეს ამ ყოველივესათვის, რომელიც აღასრულა მან ჩვენ ყოველთათვის, თითოეული ადამიანისათვის. გვახსოვდეს ერთი რამ, რომ არ დაგვრჩეს ჩვენი ეს ღვაწლი, რომელსაც დღეს ღვაწლს თუ დავარქმევთ, უბრალოდ ალბათ ფეხზე დგომაც კი გვიჭირს, ზოგ შემთხვევაში ტექსტში წვდომაც გვიჭირს, ზოგ შემთხვევაში კნინი არის ჩვენი სარწმუნოება, არასრულყოფილი არის ჩვენი რწმენა, მაგრამ ჩვენ გვწამს და ჩვენ გვჯერავს, რომ ეს ამ ყოველივეს უფალი თავისი მადლით და წყალობით ამოავსებს აუცილებლად. გვახსოვდეს, რომ თუ ადამიანი ჯვარზე ვერ წახვალ, ადამიანი საკუთარ სიკვდილთან ვერ მიხვალ და თუ გინდა რომ ცხონდე ამ გარდაცვალების მერე, თუ კი არ დაძლიე სადუკევლობა და ფარისევლობა. სადუკევლობა ეს არის ურწმუნოება და უიმედობა, რომელიც ადამიანს ეუფლება და ფარისევლობა კი ზაკრობა, თვალთმაქცობა და ამაოდ მეტყველება. აი ეს ამებს მივაქციოთ დღეს ყურადღება, როდესაც სახში წავალთ, ჩავიხედოთ საკუთარ გულში, ღმერთს ვთხოვოთ, რომ სარწმუნოება ჩვენი განამტკიცოს, ღმერთს ვთხოვოთ, რომ უიმედობა, რომელიც გვეუფლება ხშირად და ისე იგი თითქოს გამოსავალს ვერ პოულობთ ხოლმე, აი ეს გამოსავალი გვაპოვნინოს ღმერთმა. ღმერთმა ზაკრობისაგან გვიხსნას, გულში ჩადებული სიძულვილისაგან, რომელიც შეიძლება ქონდეს ადამიანს ვიღაცის მიმართ, ნებისმიერი ადამიანის მიმართ. ღმერთმა გვიხსნას თვალთმაქცობისაგან, იმიტომ რომ თვალთმაქცობა ეს არის, ოდესაც არაგულწრფელი არის ადამიანი და ყველა არაგულწრფელი ადამიანი იყო ის, რომლებიც იდგნენ პილატეს წინაშე და ყვიროდნენ ჯვარსაცვი ეგეო, იმდენად დაუბნელდა ადამიანს გონება, რომ ნახეთ რა სიძახდა, რომ სისხლი მაგისი ჩვენზე დაო და შვილთა ჩვენთაზე დაო. საკუთარი შვილებიც კი არ დაინდეს ადამიანებმა, რომელთაც იმდენად იყო შეპყრობილი მათი გული მზაკრობით, რომ ქრისტეს მოკლა უნდოდათ, რომ ისე იგი საკუთარი შვილებიც კი გაწირეს ამისათვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვახსოვდეს ეს დღევანდელი დღე, გვახსოვდეს ამაოდ მეტყველება. აი ყველაზე მთავარი რამ არის, აი ძალიან გთხოვთ, შეეჩვიეთ მდუმარება, შეეჩვიეთ, ყველაფერზე ნუსაუბრობთ, ყველაფერზე ნულაპარაკობთ. ეს წუთისოფელს ეგ უნდა ზუსტად, რომ გამოგიწვიოს ზოგადად და ისე იგი გალაპარაკოს ძალიან ბევრი და ამიტომ ეს დღეები მაინც ვიმყუდროთ, ეს დღეები მაინც ვიმშვიდოთ. სახში დაბრუნებულებმა ეხლა შევეცადოთ სიმყუდროვე ვიქონიოთ, სიმშვიდე ვიქონიოთ. ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ აი დღეს უფალი იმარჯვებს ბოროტებაზე. დღეს გამარჯვების დღე არის, ბოროტების დამარცხების დღე არის, სიბნელის დამარცხების დღე არის და ნახეთ როგორ არის იცით. ჩვენ ხშირად ადამიანებს ყველაფერი გვინდა იოლად. აი ეს დაგვარწმუნა დღევანდელმა წუთისოფელმა, რომ ყველაფერი იოლად გვინდა. ყველაფერი გვინდა მივიღოთ ისე, რომ ნაკლები დახარჯოს ადამიანმა, ნაკლები ღვაწლი გაიღოს. არადა ეს საპირისპირო არის, შეხედეთ დღეს ჯვარცმას.
უფალს რო ესე გაეკეთებინა, რომ იოლად თომებოდა რაღაცის მიღება, განა ჩვენი გამოხსნა მოხდებოდა. ამიტომ ქრისტიან ადამიანებს უნდა გვახსოვდეს, რომ იოლად ადამიანის ცხოვრებაში არაფერი არ მოდის. წარმატება ეს არ არის გარეგნული შედეგი. რაღაცა თანამდებობას მიაღწიოს ადამიანმა, გარკვეულ რაღაცაში, გარეგნულ ისეთ სოციალურ მდგომარეობას მიაღწიოს, ეს არ არის წარმატება. წარმატება ესაა შინაგანი შრომა და ღვაწლი. აი ხა დღეს ჩვენ დგევართ და ფიქრობთ, ხო, ერთმა დღემაც გაიარა, რა არის ჩვენი წარმატება? რა არის ჩვენი მთავარი დღევანდელ დღეს რა უნდა იყოს? არის ერთი რამ, რომ ყველა ადამიანს შინაგანი ღვაწლი გააჩნია. ჩვენ უნდა შევეცადოთ დღეს, როგორ არის იცით, გავიმარჯოთ საკუთარ შინაგანზე. დღეს ეს ღვაწლის ცოდვაზე უნდა გავიმარჯოთ დღეს. აუცილებლად ჩვენში ცოდვა უნდა დასრულდეს. აუცილებლად ცოდვაზე უნდა გამარჯვება მოხდეს ადამიანის გულისა და უნდა ვიცოდეთ, რომ ხშირად ადამიანებს ერთ ადამიანს იოლად ეძლევა ეს. მეორე ადამიანები არიან, რომელთაც ცოტა ძნელად ეძლევა ეს. ამიტომ ჩვენ ერთმანეთს კი არ უნდა უყუროთ ადამიანებმა, ვის მეტი მიეცა, ვის ნაკლები მიეცა, ვინ როგორ მიაღწია რამეს, არამედ ჩავიხედოთ საკუთარ გულში და გვახსოვდეს, რომ ჯვარცმის გზა, ეს გზა არის, იოლი გზა არ არის. რაც უფრო მეც დაითმეთ, რაც უფრო მეც ისე იგი ადამიანებს აპატიებთ, რაც უფრო მეტად გაკეთილშობილდებით შინაგანად, მით უფრო ღმერთი მოვა ადამიანის გულთან. იოლად მოსული, იოლადვე მიდის, მაგრამ როდესაც შენ იბრძოლე, როდესაც შენ უიმედობა დაამარცხე, როდესაც შენ საკუთარ ცოდვას ებრძოლე და გაიმარჯვე, ამას აღარასოდეს აღარ დათმობ ადამიანი. ამიტომ ჯვარცმის დღე ზუსტად ამის დღე არის, რომ დღეს მოპოვებული ჩვენი სიხარული, რომელიც გულში არის იმ წუხარებასთან ერთად, რომელიც ჯვარცმისგან არის გამოწვეული, ჩვენი სიხარული უნდა შევინარჩუნოთ და დავიტოვოთ ადამიანებმა საკუთარ გულში. ერთმა ამისი ძალა მოგცეს, რომ დღეს ვსწავლობთ, რომ არ უნდა დავნებდეთ. დღეს ვსწავლობთ იმას, რომ არასოდეს არ უნდა დავნებდეთ. ყოველთვის უნდა წამოვწიოთ თავი და ყოველთვის უნდა წინ ვიაროთ. ყოველთვის უნდა მოიმედენი ვიყვეთ ღმერთისა და ყოველთვის უნდა მოკლედ გვჯეროდეს და გვწამდეს მისი გულმოწყალებისა, რომ ის აუცილებლად გვაცხონებს და დაგვამკვიდრებს მარადიულ სასუფეველში. კიდევ ერთხელ დიდება ღმერთს და მადლობა უფალ ჩვენსას იესო ქრისტეს ამ გამოხსნისათვის, არა მხოლოდ იმისთვის, რომ მარადიულობა მოგვანიჭა, არამედ ამ წუთის სოფელში, რომელიც ბოროტსაზე და დგას, რომელსაც არ უყვარს მაცხოვარი, რომელსაც სულით ხორცამდე ეზიზღება ქრისტე და ყველა ის ადამიანი, ვინც ქრისტეს მიმდევარი არის, ნუგეშის გარეში არ გვტოვებს ჩვენ უფალი და გვაიმედებს და ყოველთვის სიხარულს გვანიჭებს შინაგანად. დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყოველივესათვის. ყველა შენდობას გთხოვთ, მოკლედ ჩემი ცხოვრებისათვის, ყველამ ერთმანეთს გთხოვოთ, დღეს შენდობის დღე არის. ჯვრის წინაშე არ შეიძლება ვიდგე და დღეს ერთმანეთის მიმართ რაიმე მცირეოდენი მაინც ისე იგი გქონდეს ბოროტება, მცირეოდენი მაინც გქონდეს უპატიებლობა. დღეს ადამიანის გული უნდა გაიხსნას, იმიტომ რომ თუ კი გვინდა სინათლემ და სიხარულმა იზეიმოს ჩვენს გულებში. დღეს უნდა ვიდგეთ და ყოვლისაგან ამ ერთმანეთის, როგორ გითხრათ, იცი სიყვარულში უნდა ვიწოდეთ. იმიტომ რომ დღეს ყველაზე დიდი სიყვარული აღსულდა. მაცხოვარმა ჩვენი სიყვარულისათვის. იქ მდგომი ადამიანი მისი ჯვარმცმელთა სიყვარულისათვისაც კი გააკეთა ის. დგას ისე იგი გაკრული ჯვარზე მაცხოვარი და უფალო მიუტევე რამე თუ არიციან რასა იქმან. ჩვენს გულებში თუ ჩავიხედებით, ჩვენი გული არის ამისთვის მზად. უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს. დღეს წუთი სოფელი უნდა როგორ იყოს, იცი, ჩვენს გარეთ უნდა იყოს. ჩვენს გულში მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული, ჩვენს გულში მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთისადმი გულმოწყალება, სიმშვიდე, ერთმანეთის არ განკითხვა. დღეს ძმებივით და დებივით უნდა ვიყვეთ ჯვრის გარშემო ესე ხელებ ჩაჭიდებულები და ღმერთს მადლობას წირავდეთ, არა იმისთვის უბრალოდ რომ მან ჯვარცმა დაითმინა, არამედ ეს ერთობა რომ მოგვცა. ესე ხელი ხელს დავკიდებდეთ, როგორც წირვაზე ვიძახით ხოლმე, რომ ქრისტე არის ჩვენ შორის, არს დაიყოს, რომ ვიტყვით ხოლმე, ახლაც უნდა ვთქვათ, ქრისტე არის ჩვენ შორის, არს დაიყოს, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი დაძმად გვაქცია მან.
ჩვენ ყველანი მამაშვილება, ჩვენ ყველანი ერთ ოჯახად გვაქცია, ჩვენ და ერთმანეთის გარდა არავინ არ აკყავს და არაფერი არ ყავს. დღევანდელმა წაკითხულმა სახარებამ ზუსტად ეს გვაჩვენა, ცნებას ახალსა მოგცემ თქვენ, რათა იყარებოდეთ ურთიერთარს. სოფელი ესე გძულობ თქვენ, მაგრამ იცოდეთ ამ სოფელმა პირველად მე მომიძულა. თუ კი თქვენ ამ სოფლისაგან იქნებით, სოფელი თქვენ შეგიყვარებდათ, მაგრამ არა ხარ თქვენ ამის სოფლისაგანი, ამისთვის ძულ თქვენ სოფელსა. დავფიქრდეთ, მართლა ვძულვართ ამ სოფელს, იქნებ პირიქით, ჩვენს გვიყვარს ეს სოფელი, ჩვენს გვიყვარს ის წუთი სოფელი, რომელმაც ქრისტეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და ისიც ხელგაშლილი გველოდება ჩვენ ყოველ დღე თუნდაც აქედან გასულებს, რომ ჩაგვიხუტოს და ჩაგვითრიოს ისევ იმ მორევში, რომელიც ამ წუთი სოფლისა არის. ღმერთმა მოგცეს ქრისტეს მიერ საყვარელო აი ამ ერთობის ძალა. ქრისტეში ვარ ჩვენ ყველანი ერთობით და არა უბრალოდ ემოციურად, არამედ დღეს თუ გული ხარობს, დღეს თუ ქრისტეს ეს ღვაწლი შენი გულის ნაწილი გახდა, თუ შენ მზად ხარ იმისთვის, რომ შენს მეგობარს, შენს ოჯახის წევრს, ყველა ადამიანს შენდობა მისცე, მაშინ შენ ღირსი ხარ, რომ ამ ჯვრის წინ იდგე და ქრისტეს ემსგავსებოდე. ჩვენ ჯვარზე ალბათ მე ესე ვფიქრობ, ხორციელად არავინ გაგვაკრავს. ჩვენ ერთადერთი რამ არის, ჩვენი ჯვარცმა რა არის? ცოდვისთვის, ჩვენი საკუთარი ცოდვისთვის ბრძოლა, ერთმანეთის შეყვარება მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას ერთმანეთს იმისა, რომ შევიყვაროთ. იმიტომ რომ არ ჩვენ მიგვიცია ქრისტესთვის არანაირი საშუალება, რომ მას ესე შევეყვარებინეთ, რომ ჯვარზე გაკრულიყო. ჩვენ პირიქით ვიმსახურებდით ყოველივე უარეს. ადამიანი და კაცობრიობა იმის გამო, რომ ღმერთს განუდგა და საშინელ ცოდვაში ჩაყო, ანუ ბაბილონის გოდოლის შენებობა დაიწყო საკუთარ გულში და სამყაროში, ისე იგი წარღვნის მერეც კი ღირსი იყო იმისა, რომ ისე იგი არც კი გამრავლებულიყო და ღირსი იყო ჯოჯოხეთისა, მაგრამ რაოდენ დიდია სიყვარული ღვთისა ადამიანისადმი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არც საბაბს ვაძლევთ უფალს, არც ღირსნი ვართ იმისა, რაც მან აღასრულა, მიუხედავად ამისა, დღეს უმზერთ მაცხოვრის ჯვარცმას და მადლობით ვეუბნებით, რომ მადლობა უფალო, ჩემი ამ უვარგისისათვის, ჩემი ამ შინაგანად მოკლედ მკვდარი, სულიერად მძორი ადამიანისათვის შენ მაინც შეძელი და ჯვარზე გაეკარი. ამიტომ მე პირდები, თითქოს უფალს ვეუბნებით, ეს დღეს პირდები და ყველამ თქვენ ჩვენთაგან დავპირდეთ, რომ ჩვენ შევძლებთ იგივეს, ჩვენ შევძლებთ ერთმანეთის შეყვარებას, ჩვენ შევძლებთ პატიებას ოჯახის წევრებისა, მეგობრებისა, ახლობლებისა, ჩვენი ერისა, აი ამ სიყვარულში უნდა გვიყვარდეს ჩვენი საქართველო, ჩვენი ერიც, რომ აი ამ სიყვარულმა მოიცვას ზოგადად ჩვენი გული და ადამიანთა გული და ყოველი ადამიანი, რომელიც ჩვენ სამშობლოში ცხოვრობს და სამყაროში არსებობს. დღეს ქრისტიან ადამიანს უყვარს ყველა. დღეს ქრისტიან ადამიანს უყვარს ყველა, მათ შორის უმძიმესი შეიძლება ცოდვილებიც კი. დღეს სიყვარული ხარობს, იმიტომ რომ ამაზე დიდი სიყვარული არ არის, რომ ქრისტემ ჯვარზე გაეკრა და ჩვენთვის საკუთარი ყველაზე ძვირფასი, რაც კი ადამიანს გააჩნია, სიცოცხლე გაწირა. აი ჩვენც ამისთვის უნდა ვიყვეთ მზად და თუ ჩვენ ამისთვის მზად არ ვიქნებით, მაშინ სიხარული ჩვენი იქნება შესაბამისად. იოლი იქნება ეს დღეს თითქოს ადამიანი იოლად განიცდიდეს, მაგრამ სიხარული სინამდვილეში არ იქნება. შენდობას გთხოვთ ყველას, ვითხოვთ თქვენს ლოცვას, ვითხოვთ თქვენს ისე იგი მოწყალებას ჩემს მიმართ. მე ვიცი რომ ბევრი ეშლება, როგორც სამდელო პირი შეიძლება არ ვასრულებ იმას, რასაც უნდა ვასრულებდე. არა მხოლოდ თქვენთან, არამედ უამრავი ადამიანი გვიყურებს ხოლმე და რამდენი ადამიანისათვის ჩემს სიტყვას, ჩემს ქმედებას გულის წყრომა გამოუწევია, რამდენი ადამიანი დაბრკოლებულა ალბათ, რამდენი ადამიანი ცოდვაში ჩავარდნილა და დღესაც ამ ადამიანს შეიძლება გულში წყენა აქვს ჩემს მიმართ, ზოგადად ან ყველა ჩვენთაგანის მიმართ, მაგრამ ჩვენ ყველა უნდა შევიყვაროთ, ჩვენ ყველას უგზავნით საკუთარ შენდობას და შენდობას ვაძლევთ ყველას და ქრისტეში გაერთიანებისკენ და სიყვარულისკენ მოუწოდებთ ყველას. ღმერთმა გული წმინდა დაბადოს ჩვენ შორის და სული წრფელი განგვიახლოს და ერთმანეთის სიყვარულის, ერთმანეთის შენდობის, ერთმანეთის დანდობის, ერთმანეთის გატანის და ერთმანეთთან მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება
და უნარი მოგცეს ჩვენ ყველას და ჩვენს სამშობლოს. ამინ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას. ხვალე დღის 2 საათზე შევიკრიბებით ყველა იმისათვის, რომ ჯვარზე გაკრული მაცხოვარი გარდამოხსნა ჯვრიდან დედა ღვთისმშობელთან ერთად დავიტიროთ იგი და ამის შემდეგ, როგორც ყველა ჩვენთაგანს გარდაცვალების მერე წესი გვეგება, მსგავსი ცისკარზე წესისაგება, ფაქტობრივად წესისაგება არის, ანუ ამის უფლებასაც გვაძლევს უფალი, რომ გარდამოხსნათ, დავიტიროთ, წესი აუგოთ, როგორც მოკვდავ ისე ადამიანს და შემდეგ წავიყვანოთ და საფლავში დავდვათ იგი. და აი მერე დაველოდოთ მრჩობლის სიხარულით, ესე რომ ვთქვათ, თითქოს მწუხარე სიხარულით დაველოდოთ მოკლედ მაცხოვრის აღდგომის წყინვალე დღესასწაულს. სიხარული გიმრავლოთ ღმერთმა, დღეს ალბათ გული ხარობს და აქედანვე მოგილოცავთ. ქრისტე აღსდგა. მრავალს დაესწრა.